ზოგადად ჩემი ქვეყანა მიყვარს ყველაზე მეტად. დედაზე მეტად, შვილზე მეტად, ქმარზე მეტად, ყველაზე მეტად მიყვარს საქართველო და აი რაღაცა სულმზად ვარ, რომ ვერ ვპატიობ ვერავის ვერაფერს არასწორს, რაც ამ ქვეყანას ეხება და ვთვლი, რომ არასწორად კეთდება. მე სადაც ვიზრდებოდი, ჩემი სახლიდან პირდაპირ ჩანდა კავკასიონი, მაგრამ კავკასიონი იყო კავკასიონი რა, ანუ არ ემოცია არ მქონდა და ეხლა რო გავდივარ და ვხედავ და ის ზედაეზო არის იქიდან ხანდახან ჩანს ხოლმე კავკასიონი, ეხლა მეტირება. იმის შემდეგ რაც დავბრუნდი, შემიყვარდა ძალიან. შეიცვალა შენში. რატო აღქმები გაგინატიფდა უფრო? ფიქრობ, უფრო დავაფასე. ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობდა საბერძნეთში, კუნძულზე. ამ კუნძულზე იყო სახელოსნო მინის და აყავდათ მხატვარ დიზაინერი და მოხდა მხატვარ დიზაინერად. ესენი არის შენი ნამუშევრები, ხო? საბურავად აგრეთვე. ეს არის უკვე გამომდნარი მინა. ეს არის ის, რაც ვისწავლე საბერძნეთში. ძალიან ბევრს მუშაობდი, დავშვათ დღეში ვაკეთებდი 6 სარკეს. რომ მივხვდი, რომ ძალიან ცოტა სიხდიდა, მაგრამ იმდენად მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი, რაღაცა დამისაკუთრა და ძალიან ბევრს მომუშავებდი და მე ყველას ვატანდი ჩემ ხელმოწერას და ერთად შეამჩნია. და ეს რა არის და ქართული ორნამენტი. ეს ძალიან ბევრი ნამუშევარი არის საბერძნეთში, სადაც ქართული ორნამენტი და კეთილ მეკარეში. კარგად მოგიფიქრებია.